მოგესალმებით. დღეს ამომიგდო და შემახსენა ეს ვიდეო, რადგან ერთ-ერთმა დააკომენტარა ძალიან უაზროდ და მოდი მოვუსმინოთ ამ პიროვნებას, რომელიც საუბრობს თავისი აზრით ყვიანურად. ასე განსაკუთრებულად და რატომ ეწოდება მას ზეპური უფროისად ესე იგი რატომ იცავს უფალი ასე განსაკუთრებულად და რატომ ეწოდება მას ზეპური უფროისად გამორჩეული ერი, თუმცა ყველა ერთს თავისი მისია, თავისი დავალება აქვს აღსასრულებელი ღვთისა და მთელი დანარჩენი კაცობრიობის მიმართ. ნახეთ მე რას ამბობს იოანე ზოსიმე. ეს ერი დაცული და დაფარული იქნება ვიდრე მეორედ მოსვლამდე, რათა დაამოწმოს მესია. ესე იგი, ვისთვის იცავს ღმერთი საქართველოს? ეს არის ერი, რომელმაც უნდა დაამოწმოს იმ დროს, როცა დამოწმება იმისა, რომ ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი, ეს იქნება ტოლფასი იმისა, რომ საკუთარ სიცოცხლეზე თქვა უარი. იმ დროს მეორედ მოსვლამდე, მეორედ მოსვლის წინ ჩვენ ვიცით, საშინელი და საზარელი მოვლენები განვითარდება მთელს დედამიწაზე, როდესაც ერთი ამ მსოფლიო სახელმწიფო ჩამოყალიბდება მთელი დედამიწა და რომელსაც ეყოლება ერთი ხელმწიფე და ერთი პატრიარქი, სრულ პატრიარქიც რა თქმა უნდა, როცა უამრავი რელიგია გაერთიანდება, შეიქმნება ახალი სრულ ეკლესია და ამ ეკლესიის პატრიარქად აკურთხებენ ანტიქრისტეს. არა როგორც ანტიქრისტეს, არამედ როგორც ქრისტეს. ის ეცოდინებათ, რომ არასრულად სრულ, რომ ეს არის მესია. ხოლო ამ დროს დამოწმება იმისა, რომ ეგ ანტიქრისტია იქნება ტოლფასი იმისა, რომ შენ საკუთარ სიცოცხლეზე თქვა უარი. და ერი იმდენად ძალმოსილი იქნება ჩვენი მეორედ მოსვლის წინ, არა მხოლოდ ცალკეული კონკრეტული ადამიანები, არა მხოლოდ ჩემი ღმერთმანი ქართველები, არამედ ისინიც, ვინც საქართველოში იცხოვრებენ, ესეთი მოვლენები განვითარდება, იმდენი სასწაული მოხდება საქართველოში, იმდენად ძლევამოსილი გახდება, რომ მას არანაირი შიში არ ექნება იმისა გაამოწმოს, რომ ეს არის ანტიქრისტე, ხოლო ქრისტეა ის, ვინ ჩვენ ვიცამეთ ჯვარცმული ქრისტე და ჩვენ ვართ ჯვარცმული ქრისტესთვის ჯვარცმული ერი და ჩვენ ვამოწმებთ, რომ ეს სრულ მესია, ის არის ჭეშმარიტი მესია. აი ისთვის ინახავს უფალი. და გარდა მაგისა, ქართველი ერი იქნება ის ერი წმინდა მამათა სწავლებიდან გამომდინარე, რომელიც შემნახავი და დამცველი იქნება იმ მართლმადიდებელი, ქრისტიანული, ღვთაებრივი, გადამრჩენელი, ცნელი, მაცხოვრებელი მოძღვრებისა, რომელიც ღმერთმა ზეციდან დედამიწაზე მოგვიტანა. ძალიან საინტერესოა ამ ადამიანის შეხედულება ქართულ ერზე, რომელიც ქართველი ერი იქნება დამცველი იმ რელიგიისა, იმ აზროვნებისა, იმ შეხედულებისა, რომელიც მოგვიტანა იესო ქრისტემ ჩვენ დედამიწაზე და აი ბოლომდე მოусმინოთ, ჩავყვეთ და მე გავარკვიოთ რას ლაპარაკობს ეს მამაკაცი. შესახებ ჩვენ ვიცით არა მარტო იოანე ზოსემისაგან, არა მარტო ათონელი მამებისაგან, არამედ ვიცით უამრავი წმინდა მამისაგან. მაგალითად, წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ამბობს, რომ ის ერი, რომელიც ფლობს უფლის კვართს, რის შესახებაც დავიწყეთ ჩვენ დღეს საუბარი, უფლება არ აქვს დაარღვიოს კვართი, რომელიც შეკერილი კი არ არის, არამედ ერთიანად მოქსოვილი. ქლიანად მოქსოვილია და როგორც შეუძლებელია ამ ესე იგი შეუძლებელი იყო ჯალათების მიერ ეს კვართი გაეყოთ 4 ნაწილად და არ დაშლილიყო და არ დარღვეულიყო, ასევე შეუძლებელი იქნება ერის მიერ, რომელიც ფლობს ამ კვართს, დაანაწევროს, დაამახიჭოს, რაიმე მიუმატოს, რაიმე გამოაკლოს იმ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, რომელიც უფალმა მოიტანა ზეციდან დედამიწაზე, რომლის დაცვაც მრავალმა ქვეყანამ, რომლებიც მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყნებად იწოდებოდნენ, მთელს დედამიწაზე ვერ დაიცვეს ეს მოძღვრება და ჩვენ ვართ იმ მცირე რიცხოვან ერებს შორის, რომლებმაც სისხლით და ცრემლებით, კანჯვით და ვაებით, მაგრამ სიხარულით და სიყვარულით უფლის მიმართ დაიცვეს ეს მართლმადიდებელი სარწმუნოება და იქნება რა ქართველი ერი უფლის მიერ შენახული ვიდრე მეორე მოსვლამდე მთელი ერის წინაშე დაამოწმებს, რომ ქრისტეა ჭეშმარიტი მესია, ჭეშმარიტი მაცხოვარი, ჭეშმარიტი ღმერთკაცი, განკაცებული ღმერთი და ეს მოძღვრება, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ, არის სწორედ ის მართლმადიდებელი მაცხოვრებელი მოძღვრება, რომელიც ქრისტემ ზეციდან დედამიწაზე მოგვიტანა, მოციქულთა მეშვეობით დაიწერა სახარებაში და რომელსაც შეუპნელად უბიწოდ დაუმახინჯებლად უმაკოდ იცავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ძალიან საინტერესოა, ესე იგი შეურყვნელად უბიწოდ უმანკოდ იცავს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია თურმე ქრისტეს სწავლებებს. ძალიან საინტერესოა ამ იასამნისფერი მამაკაცისგან გაგვეგო თუ რაში გამოიხატება ეს შეურყვნელი, უბიწო და ესე იგი შეუცვლელი სწავლებები იესოსი დღევანდელ ეკლესიაში. მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს,
რომელ პრაქტიკულ, რომელ ქადაგებაში, ანუ რომელ პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოირკვევა კი არა და გამოიკვეთება ის, რომ საქართველოს დღევანდელი, საქართველოს მართლმადიდებლური დღევანდელი, ან 2025 წლის ილიას ეკლესია ქრისტიანულად ან ასწავლის, ან ქადაგებს, ან ცხოვრობს, ან კიდე რაიმე საკითხს აღავლენს, ესე იგი რიტუალს აღავლენს ქრისტეს მსგავსად. მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი ილუზია, რომელიც შექმნილია სრულიად სამოციქულო ეკლესიაში, ჩვენსში კი არა, იმ ეკლესიაში, რომელიც დღეს საქართველოში არის, რომელიც მთავარი თუ ვინც არის მამად წოდებული აცხადებს და უცხადებს ერთს, რომ ღმერთს ორი სახელი აქვს, ეს არის ელიახვე თურმე და ესე იგი საყოველთაოდ ჩვენ გვაქვს თურმე ქრისტეს უცვლელი, შეურყვნელი სწავლებები. ქრისტეს ურყვნელი, შეუცვლელი სწავლებები ასე იქნებოდა, მეგობრებო რა. აი ნებისმიერი, აი მე ესე წარმომიდგენია, მე გეუბნებით ჩემს მოსაზრებას, რომელიც მე დავინახე ჭეშმარიტ ქრისტეს სწავლებებში. ნებისმიერი ის მსახური, რომელიც დღეს თავის თავს უწოდებს მართლმადიდებელ ქრისტიანს, რომ ამდგარ იყო და ქრისტესავით, აი თავისივე 12 მოციქულით თუ 12 მიმდევარით თუ 12 მღვდლით, მორჩილით ევლო სოფელ, ქალაქ და როგორც ქრისტე მივიდოდა სოფელში, ნახავდა გაჭირებულ, ყველაზე გაჭირებულ ადამიანს, მივიდოდა დააპურებდა, დაამშვიდებდა, ანუგეშებდა იმ საღამოს მასთან შეიძლება არ დარჩენილიყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაესაუბრებოდა თავისივე მოციქულებით და შემდეგ წავიდოდა სხვა ადგილზე. გარეთ, სადაც მოუხდებოდა, იქ დაიძინებდა. არანაირი აბსოლუტური არანაირი შეკაზმვა არ სჭირდებოდა ქრისტეს, არც თავზე ქუდის დახურება, მოოქროვ ვერცხლილი რაღაცა საშინელი გუმბათების დადგმა თავზე, არც ბარტყულ კურკულებით სჭირდებოდა სიარული. ბარტყულ კურკულებში ქვია, მე მგონი. ჩამოიკიდებენ ხოლმე ეს მღვდლები და გამოეწყობიან და იქ ის მორჩილი ხილს უკრავს და იქ ის იმას შვება რა უსწორებს, რა ვიცი რა ხდება და კიდე რა ამბები გამოვიდა, აღარ მინდა მაგაზე საუბარი. მე რასაც ვხედავ იმას გეუბნებით, ნებისმიერი რიტუალის ჩატარების დროს თავარი მღვდელი, რომელიც გამოეწყობა, ჩამოიკიდებს ოქრო ვერცხლის არ ვიცი რამდენ ჯვარს და რამდენ ხატს, დაიდებს თავზე ქუდს. აი მაინტერესებს სულ ყოველთვის კი არა, როდესაც აზროვნება დავიწყე იმის მერე მაინტერესებს, სად გვანან ესენი ქრისტეს და რას ასწავლიან ქრისტეს უცვლელად. არც ერთხელ 5 წლის განმავლობაში, როდესაც მე ეკლესიაში დავდიოდი, წირვებზე ვესწრებოდი, ძალიან მორწმუნე ვიყავი, ძალიან მეგონა, რომ ეს ეკლესია არის ყველაზე წმინდა ჩვენი და ასე შემდეგ, ვენებს ვიჭრიდი, ესე რომ ვთქვათ, შეიძლება ადამიანი ამით შეხაკიდევაც მაგის გამო. არც ერთხელ არ მომისმენია მე მღვდლებისგან, რომ ქრისტეს სიტყვებით ეკადაგათ. რას აკეთებდა ქრისტე ყოველდღიურად? რას ქადაგებდა? როგორ ცხოვრობდა? როგორ უნდა ვიცხოვროთ და როგორ უნდა მივბაძოთ ქრისტეს? მაგრამ ვისმენდით, ესა თუ ის წმინდანი როგორ ცხოვრობდა, ამა თუ იმ წმინდანმა როგორ მოწამეობრივად აღავლინა თავი, ამა თუ იმ წმინდანმა რა გააკეთა და რაღაც, მაგრამ ქრისტემ რა გააკეთა? ამას მხოლოდ სახარებაში, როდესაც მე წავიკითხე, მაშინ გამეხსნა გონება. მაშინ დავინახე ამათი ჩაჯმული სახე უკაცრავად, ჩაჯმული სახე, რომ ყველა ნამხელია ქრისტეს მიერ. სწორედ აი ესეთი ეპისკოპოსები, ესეთი მღვდლები, ესეთი მსახურები, რომელიც დღევანდელ ეკლესიაში გვყავს,
და სწორედ მაშინ დამანახა ქრისტემ, რომ ყველაფერი თავდაღირად დგას. აბსოლუტურად ჩემი სიტყვა არ შეისმინება, ქრისტემ დამანახა, რომ ქრისტეს სიტყვა არ შეისმინება, აბსოლუტურად არც ერთი ნაბიჯი არ ხორციელდება ქრისტესამებრ, არ ხორციელდება ქრისტესამებრ და როდესაც მე დავწერე, რომ ისემც თქვენ რა გითხარით, რომ ილიას ეკლესია მაგას იცავდეს, მეთქი, რაც ამ ბატონმა იქადაგა და ვიღაცა თემური აფხაზავამ დამიწერა. ეკლესია ზუსტად ილიას ეკლესია იყო, როცა პანდემიის დროს არ შეუჩერებია ზიარება, მაგრამ შენისთანები ებრძოდნენ ეკლესიას, მაგრამ ვერაფერი დააკლეს დიდება უფალს. და ეხლა მე მინდა გითხრათ რა. როდესაც პანდემიის დროს ნებისმიერი ჩვენი საქართველოს მოქალაქე დადგა ესეთი არჩევნის წინაშე აიცრას თუ არ აიცრას. მე მახსოვს მაშინ მღვდლები მოუწოდებდნენ, რომ უნდა აცრილიყვნენ ადამიანები, ძირითადად უნდა აცრილიყვნენ ადამიანები. ეკლესიას არ დახურვა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა გადარჩება? ეკლესიის არ დახურვა მოხდა იმის ფაქტზე და იმის ფონზე, რომ ეკლესია რო დახურულიყო, იმდენად ჩაუვარდებოდეთ მაგათ ის ბიზნესი, რომელთაც აწარმოებენ დღემდე სანთლებით, ხატებით ვაჭრობენ. ურყვნელი ეკლესიაო, შეუცვლელი. ქრისტე არაფრით არ ვაჭრობდა ხალხო, წარმოგიდგენიათ, რომ ხატი კი არა, ჯვარი კი არა, თავისი მკურნალობა, რასაც კი განახორციელებდა, ერში არ ყიდიდა ხალხო. თავის მკურნალობასაც კი არ ყიდიდა, თავისი ხელით განკურნებულ ადამიანებს არ სთხოვდა თანხებს. არამც თუ ხატებით, არამც თუ სანთლებით, არამც თუ ზეთით ვაჭრობდა. და სხვა კიდე რაღაცა იქ ბრასლეტი რუსული სიტყვა ხელის სამკაულებით და რაღაც ჯვრებით ხალხო აზოზე მოდით. ეკლესიის არ დახურვაში თუ ხედავთ თქვენ, ეკლესიის არ დახურვაში თუ ხედავთ თქვენ გადარჩენას და იმას ვერ ხედავთ დღეს ეკლესიაში რა ხდება, არა მხოლოდ დღეს, მთელი 20 რაც მე 20 წელი მახსოვს, აი ეს პროტესტი მიჩნდება, რომ რატო არის ვაჭრობა ეკლესიაში, რატომ დადიან მღვდლები ყველაზე კარგი მანქანებით, რატომ აქვთ მღვდლებს მაინც ხელმუცლები და მოკლედ ერთი სიტყვით რა, ბევრი რო არ ვილაპარაკო, თვალები ვისაც აქვს დაინახავს. მაგრამ საკითხი ის არის, რომ თქვენ თუ ეკლესიის არ დახურვაში ხედავთ ხსნას და ყველაფერი იმას, რაც თავდაღირაა დაყენებული და ქრისტემ რაც თქვა, არც ერთი სიტყვა არ ხორციელდება აქედან, არც ჩვენს ეკლესიაში და არც სხვა ეკლესიაში, არც კათოლიკებში, არც ევანგელისტებში, არც პროტესტანტებში, არც სხვაგან საერთოდ, მაშინ მე ვხედავ ერთ რამეს, რომ ადამიანებს ძალიან უყვართ ილუზიაში ყოფნა. მე არავის არ ვებიწვი კაცო, ვისაც გინდა, როგორ ილუზიებშიც გინდათ, ისეთ ილუზიებში იცხოვრეთ. მე კი არ გებრძვით. მე განახებთ ჩემს პერსპექტივას დღემდე, ვცდილობ, რომ რაც მე დამანახა ქრისტემ, ის დაგანახოთ. მაგრამ თუ ადამიანს არ უნდა თვალის ახელა, ასეთ ადამიანს ვერც თავში ჩაარტყავ, აგერ ვიგინე კიდევაც და ვიწყებლა კიდევაც, ვერაფრით ვერ გააგებინებ. თუ თვითონ არ აიხილა და შინაგანად თუ არ განიკურნა ადამიანი და თავისივე ნებით სხვისგან ვერ განიკურნება, ეს თქვა ქრისტემ თავის დროზე, როდესაც დაიღალა ამ ხალხის კურნებით და მე უთხრა, როდამდე ვიყო თქვენთან და როდამდე გკურნოთო, უკეთ რომ მოდგმავო და საბოლოო ჯამში ქრისტემ როდესაც დააფიქსირა, რომ კაცობრიობა ვერ იკურნება, თვით თავისი მოწაფეებიც კი ვერ იკურნებიან და მხოლოდ და მხოლოდ მისი მიმდევარი მანდილოსნები იგებენ იმ სიტყვას, რასაც ქრისტე საუბრობს და ისიც კი ნახევრად, ანუ ის მანდილოსნებიც კი ნახევრად იგებენ იმ სიტყვას, რომელიც ქრისტემ იქადაგა, საბოლოო ჯამში ქრისტემ გადაწყვიტა ჯვარცმაზე წასულიყო. ჩვენ ვამბობთ, რომ მამა, ძე და სულიწმინდა ერთია. ქრისტე ადის მთაზე და ეხვეწება მამას, რომ
თუ არის შესაძლებელი ამარიდე სასმისი, ანუ თავის თავს ეხვეწება, ხო? ფაქტიურად ესე გამოდის, თავის თავს ეხვეწება, იმიტომ რომ მამა და ძე ერთია, განუყოფელი და შემდეგ თვითონვე გადაწყვიტავს, რომ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. თუ მამა და ძე ერთია, მაშინ თვითონვე წყვიტავს, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, იმიტომ რომ რა არის გარდაუვალიო? ის კი არ არის გარდაუვალი, რომ ჯვარცმა არ მოხდეს. გარდაუვალი ის იყო, რომ ქრისტეს აღარ უნდა ამ ხალხში დარჩენა. წარმოუდგენლად მიაჩნდა ასეთ ბრმა ერში, კვლავ დარჩენილი იყო და ანექადაგა, ანეღვაწა, ან განეკურნა ხალხი, ან მკვდრებს აცოცხლებდა და სატანისეულიაო და ეშმაკისეულიაო იძახდა ხალხი. როგორც დღეს. განკურნავ ადამიანს ბოროტის სულისგან არის განკურნავ. მიხვამ ჩხიბავთან რაღაცას კარგს გაგიკეთებს, მოგარჩენს, ის კარგია, ის კარგი. მაგრამ შენ თუ ფულს არ აიღებ, შენ თუ შენი ნებით ვიღაცას მოარჩენ, ის ბოროტისეულია. აი იგივენაირი ვითარება. თქვენ გონიათ რამ შეიცვალა? მას მერე რაც ქრისტე ამაღლდა თუ აგერ კვართზე აქვს საუბარი. კვართი, ქრისტეს კვართი თქვენ რა გონიათ? პერანგი, რომელიც ვერ გაიყვეს? ქრისტეს კვართი არის ხალხო მისი სხეული, რომელიც ლონგინოს და ელიოს ხვდათ წილად. და რა ქნეს ლონგინოსმა და ელიოსმა? ჩამოაბრძანეს ის. და როდესაც სიდონიამ ჩაიკრა გულში, იქვე განუტევა სული. თქვენ გონიათ მისი კვართი, რომელიც გახადეს? მარიამა, რომელიც მოგსოვა კვართი შეკერვის გარეშე, თუ რა ვიცი, ნემსის გარეშე, როგორ ამბობენ, ეს კვართი, რომელიც იზრდებოდა ქრისტესთან ერთადვე, ეს კვართი რა არის, ხალხო, თუ არა კაბა, რომელმაც კაბა უწოდა ქართულმა ერმა, ქალის სხეულს კაბას უწოდებს და მამაკაცის სხეულს უწოდებს კვართს. ქრისტესთან ერთად იზრდებოდა ისე, რომ მას ნაკერი არედო. თქვენ რა გონიათ, რა არის ეს კვართი? რა გონიათ, რა კვართია ეს, რა კვართია საუბარი? ნაქსოვზე, რაღაცა ხელით მოქსოვილი, რაღაცა ბამბის თუ შალის ნაქსოვზე? ერთი სიტყვით მეგობრებო, ჩვენ ბევრი რომ არ ილუზიაში რომ არ ვიყოთ, მე გეტყვით ერთ რამეს. როდესაც ადამიანი იმ დროში ჩადის და ცდილობს, ისე კი არა ზერელეთ რომ ვიღაცამ რაღაცა მოყვა და იქიდან გავიგე, აი აქეთ არა მეგობრო, აი წარმოიდგინეთ რომ თქვენ ხართ რეჟისორი და მუშაობთ ფილმზე და უნდა გადაიღოთ ფილმი და ერთ-ერთში უნდა დასვათ ის, რომ რა მოხდა მართლა, რა ხდებოდა რეალური სურათების შექმნად და ილუზიაში კი არა ის მითები რო არის შექმნილი რაღაცა დებილობები. ისე კი არის აზროვნოთ, რეალურად დრო არ იცვლება, მეგობრო, როგორც დღეს ადამიანი და კაცობრიობა მოქმედებს, ისე მოქმედებდა მაშინაც. არ არსებობს ესეთი რაღაცა სწავლები, რომ აი ჩვენ ახლა გავფრინდეთ და ფრთები შეგვესხას და არა ხალხო, არც მაშინ და არც ახლა არ იყო ეგეთი რაღაც. რეალური სურათი შექმნით, რომ რა შეიძლება მომხდარიყო და რაზეა, რა კვართზეა საუბარი, როგორ შეიძლება კვართი ქრისტესთან ერთად ისე იზრდებოდეს, რომ მას არ ჭირდებოდეს, რა ქვია, მიკერება რაღაცის. მოკლედ ერთი სიტყვით, ქრისტეს სიტყვა, როდესაც მამა, ძე საუბრობს ერთმანეთთან, ანუ თავის შინაგანზე საუბრება ქრისტე, სხვა რამეს კი არა. როდესაც ადის მთაზე და ლოცულობს ცისხლის ცრემლებით, რომ ამარიდე თუ შეიძლება ეს ასმიში და საბოლოო ჯამში თავისი შინაგანი ეუბნება, რომ შენ რა გინდა ვერ გავიგე, რა გინდა, გადარჩენა გინდა, აი აქ გინდა შენ დარჩე, სადაც არ შენი სიტყვა ესმის, არ შენ საქმეებს აფასებენ, არ შენი მოწაფეები და არ შენი ისინი, ვინც განკურნე. დაჟე ისინი, ვინც განკურნე, 10-დან მხოლოდ ერთი დაბრუნდა უკან და ისიც ძლივს მოგიხადა მადლობა.
10 განკურნებულიდან ერთი დაბრუნდა უკან. აი ესეთი უმადური და უკეთური მოდგმა ვართ დღემდე, რომ 10 განკურნებულიდან მხოლოდ ერთი ბრუნდება ქრისტესთან უკან, რომ მადლობა მაინც მოუხადოს ამ ადამიანს. დანარჩენება აი შეიტყაპუნეს, როგორც ქართველებს გვჩვევია ხოლმე, რა, გამიკეთა, აბა სხვანაირად როგორ უნდა და მაგისთვის არის მოსული. გესმის? და აი ეხლა გეტყვით რა. ქართველი ერი გაძლიერდებაო ეს კაცი ამბობს, ხო? და მეცა აი ჩავთოთ ნახეთ. ამ ერს რატომ იცავს უფალი ასე განსაკუთრებულად და რატომ ეწოდება მას ზეპური უფროისად გამორჩეული ერი, თუმცა ყველა ერს თავისი მისია, თავისი დავალება აქვს აღსასრულებელი ღვთისა და მთელი დანარჩენი კაცობრიობის მიმართ. ნახეთ მე რას ამბობს იოანე ზოსიმე. ეს ერი დაცული და დაფარული იქნება ვიდრე მეორედ მოსვლამდე, რათა დაამოწმოს მესია. ესე იგი რაღაცა ერზია საუბარი, რომელიც დაფარული იქნება მეორედ მოსვლამდე, ხო? და დაცული. ეხლა მე მაინტერესებს და კითხვა მიჩნდება თქვენს მიმართ, აი დღევანდელ დღეობაში ხარ რომ შევხედოთ საქართველოს და ქართველებს, ეს ერი დაცული და დაფარულია? ანუ ესე იგი კიდევ ვიღაცა სხვა ერზია საუბარი, რომელიც დაცული და დაფარულია. ქართული დღეს, ქართველი, სად არც დაცულია და არც დაფარულია. აი მითხარით ქართველი დღეს ვისგან არის დაცული ან დაფარული. საინტერესოა ხო, რომელ ერზე საუბრობს იოანე ზოსიმე, რომ აი ის გამოჩნდება, გაძლიერდება და საბოლოო ჯამში აი ამ თავდაყირა ამოტრიალებულ იესო ქრისტეს სიტყვას ფეხზე დააყენებს. მაინტერესებს რომელი ერია დღეს ქართველ ერზე საზეპუროერიო და რაღაც. აბა მითხარით სად არის საზეპურო ერი? აბა ქართველი მითხარით, აგერ დღეს კიდე ნუცა ბუზალაძე შემახსენა იმან რა ქვია Facebook-მა, ნუცა ბუზალაძის ოქროს დაბადების დღე და ტრაკის საქნევად ევროვიზიაზე რო წავიდა, ჩვენმა მამამ ილია მეორემ დაასვა ხელდასმა გაუკეთა, რომ მიდი წადით იქნია ტრაკიო და თანაც ის იმ ევროვიზიაზე, როდესაც ნუცა ბუზალაძე მიიღო, აი მაგ პერიოდში ვიყავი ზუსტად მე მისული ილიასთან, სამშვილიანი დედა ფეხზე დაიკიდა, მაგრამ ნუცა ბუზალაძის ტრაკის საქნევად ევროვიზიაზე გასაგზავნად, კი ბატონო, მისაღებად დრო გამოყო. აი მაინტერესებს ქრისტეს ერი. და ქრისტეს ერის მამა. ჯერ ეგერთიც ეკუმენური ეკლესიის გაერთიანების თავმჯდომარედ არჩეული არის ეს ილია მეორე და აგერ ეს კაცივე იძახის, რომ ცრუ პატრიარქს აირჩევენო და რაღაც გინდა სხვა ცრუ პატრიარქი, აგერ ეკუმენური გაერთიანება არის, ყველა რელიგიების გაერთიანება და ეკუმენური გაერთიანების მამა პრეზიდენტი და თავმჯდომარე ილია მეორე იყო და ესე იგი გაგვიგია ვინ არის ანტიქრისტე, ხო? ჩემი აზრით, ეხლა სხვას აბა თავში ჩაარტყი და უთხარი, რომ ილია მეორე ანტიქრისტეაო და გაგიჟდება. კაცი ილია მეორეც აღარ არის და ქრისტეს დღემდე ყიდის ზომბირებული ქართველი და არა მარტო ქართველი, სხვებიც ყოვლად მეუღებელია სიწმინდეების გაყიდვა. ვაჭრობა ქრისტეს ხატს რომ ყიდიან ასევე ჯვრეებს და სხვა სამკაულებს. ეგ მიუღებელია ზომბად დარჩება. წერს ზაზა ჯაიანი, ხო? ზაზა. ზომბად რჩება და გილოცავ თამარ წმინდა ბარბარეს დღესასწაულს, ხსენების დღეს და ასევე სრულიად ქართველ ერს. გილოცავთ მეც ზაზა, მადლობა. სხვათა შორის ჩემი შვილი ბარბარობას უნდა დაბადებული იყო და ცოტა ადრე დაიბადა, მარიამობას დაიბადა 4 დეკემბერს და მარიამის ტაძრად მიყვანების დღეს დაიბადა და სხვათა შორის გერმანიაში ეს 4 იანვარი არის, 4 დეკემბერი არის ბარბარობა და ამიტომ დავარქვით ბარბარე და მატილდა დავარქვით რატომღაც და მე გავიგეთ რომ ტაძრად მიყვანების დღე არის მარიამობა და გადავარქვით მე და ბარბარე მოვაშორეთ. მატილდა დავტოვეთ და მატილდა მარიამი დავარქვით და მე მოხდა ესეთი საინტერესო რამე რა, აი წარმოიდგინეთ
უცნაური რაღაც მოხდა. ეხლა გადავუხიე თემას, მაგრამ მოითხოვა. როგორც ჩანს. ჩვენთან სახლში მოდიოდა მასაჟისტი რა. ხო და ეს მასაჟისტი რო დაამთავრებდა თავის საქმეს, წავიდოდა და ჩემ შვილს დაემშვიდობდა, კარგად ბარბარე, კარგად. ხო და კაცო ვფიქრობ ამ ქალმა საიდან იცის რომ ჩემ შვილს ბარბარე ერქვა ერთ დროს, მაგრამ არაფერს არ ვეუბნები რა და რამდენჯერმე გაიმეორა, მაინც მარტო ბარბარეს დაემშვიდებოდა, ხო, ანუ მარიამს დაემშვიდებოდა ხოლმე და ხმამაღლა და ბოლოს ვეკითხები რომ ბარბარე ერქვა მეთქი ისე მართალი ხარ თქო, თავიდან რომ დაიბადა თქო ჩემ შვილს თქო და მერე გადავუკეთეთ მეთქი დედაო ესე იგი მეო დარწმუნებული ვიყავიო რომ ამბობს ბარბარე ერქვა, ისეთი დარწმუნებული ვიყავი რომ თითქოს მის პასპორტში მქონდა ჩახედილი. აი თუ ეს არ არის ახლა ღვთის დაშვება და განგება რომ აი რაც დაერქვა ის სახელი არ უნდა შემეცვალა, მაგრამ შევცვალე, მაგრამ მაინც აქვს აი საინტერესო ძალიან ასტრალი და მენტალი ძალიან საინტერესო ფენომენებია მეგობრებო. ამიტომ ჩვენ ასტრალშიც და მენტალშიც ძალიან გვიჭირს ქრისტესთან დაკავშირება და აი ამ ბატონს განსაკუთრებულად. იმიტომ რომ მართალია ის ადამიანი როგორც მწიგნობარი ისე ნასწავლია აქვს ყველანაირი, აი იოანე ზოსიმეს ფრაზები მოგვიყვანა და კიდევ სხვადასხვა ფრაზები, მაგრამ რეალობას ვერ ხედავს რეალურად. იმ ადამიანს ურჩევნია იმ ილუზიაში დარჩეს, რომელი ილუზიასაც ატარებს დღევანდელი ეკლესია და უყვება ხალხს, რომ აი საქართველოს ქართველი ერი ვართ ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ქრისტესთან ახლოს, არა და ამასობაში ყველაზე შორს ვართ ქრისტესთან და რატო გითხრათ? გერმანიაში 14 წელი ვიცხოვრე მეგობრებო. ვისწავლე, მოღვაწეობდი და ძალიან კარგად გავიცანი გერმანელი ხალხი, ისე რომ ქართველებთან ძალიან იშვიათად ჰქონდა კონტაქტი. გერმანელი რომ მოგატყუებს, აი თავი უნდა მოაჭრა რომ მოგატყუოს. გერმანელი არ მოგატყუებს. ადამიანებზე მაქვს საუბარი, სისტემებზე არ მაქვს. სისტემები ყველგან იტყუებიან, როგორც გერმანიაში ისე აქ. ჩვეულებრივი ადამიანები. არ არსებობს რომ გერმანელმა მოგატყუოს. არ არსებობს რომ გერმანელმა გიღალატოს. არ არსებობს რომ გერმანელმა თუ გაჭირობაში გნახა არ დაგეხმაროს. გერმანელი რომ ახლოს არის ქრისტესთან, თავისი არსით და ცხოვრების პრაქტიკული გამოცდილებით, ისე საქართველოში ქართველი ვინც ვნახე გერმანიაში, ისეთი რაღაცები გააკეთა. ჩემს ერთად ვისთან ცხოვრობდი იმაზე არ მაქვს საუბარი. დანარჩენები ვინც ისეთი რაღაცები გააკეთა. ჩემს ზურს უკან იჭორავა, გაჭორა რაღაცა ისინი გამივცელა უაზრა. მომატყუა გადამაგდო კი არა. არ ვიცი, მოკლედ ძალიან საინტერესო ფენომენია ქართველი. აბა საქართველოში ჩამოვედი აგერ. საქართველოში როდესაც ჩამოვედი, ყურადღება და აქცენტი ადამიანს ქართველს აქვს გადატანილი, რა გაცვია, რა ზმანზე დადიხარ, რა მობილური გიჭირავს ხელში და რა მანქანა გყავს და რა სახლი. ყურადღება და აქცენტი არსად არ მინახავს საქართველოში, რომ გადატანილი იყოს, აბა რა ბუნების ადამიანი ხარ. შენ შინაგანში რა არის? მოდი გავისაუბროთ. მე რომ გერმანელებთან საუბრები მაქვს ნაწარმოები თუ განხორციელებული, ისეთი ქართველთან მე ვერავისთან ვერ განვახორციელე, ხალხო წარმოგიდგენიათ. 14 წელი ხოს გერმანიაში ვისწავლე და ვიმოღვაწე. საქართველოში მე უკვე 10 წელია რაც ვარ უკვე ცხოვრობ. საქართველოში მე ადამიანი ვერ ვნახე, ვისთანაც იმ გვარ თემებზე ვისაუბრებდი, რომელ გვარ თემებზეც გერმანელებთან ვსაუბრობდი. ოღონდ მეგობრებთან კი არა, უცხო ადამიანებთან. აი ახლა მე არ მაქვს იმაზე ჩემს მეგობრებზე საუბარი, ჩემ მეგობრებთან რა თქმა უნდა ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, რომ ჭუაზე არ ვართ და ასე შემდეგ, მაგრამ აი ნებისმიერი ადამიანი მე რომ გავიცნო სადღაცა, თემაზე ვერ ვისაუბრებ,
აი სიღრმისეულ თემებზე ვერ ვისაუბრებ, რამე თუ ადამიანს გადატანილია კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი ყურადღება მატერიალურზე, მატერიალურ კეთილდღეობაზე. ეს მანქანა გყავს, ეს მობილური კიჭი, ესე გაჩია, თმებს არ იღება, და ეს და ბანძი ხარ. კაცობრიობა იმდენად დაკნინებულია სულიერი და მენტალური მდგომარეობით, რომ წარმოგიდგენიათ, გერმანიაში რომ უფასოდ ტარდება ლექციები, სადაც განიხილება სხვადასხვა თეოლოგიური თუ თეოლოგიური ფილოსოფიური საკითხები, თუ სხვა საკითხები, დღევანდელობის აქტუალური ვითარებები, აქ კაცობრიობამ თანხა დააკისრა იმისათვის, რომ აზროვნების საშუალება მოგეცეს ისეთ ხალხთან, ვისაც აზროვნება აინტერესებს. თანხა საუბარი მინიმალურ თანხაზე კი არ არის, მეგობრებო, საუბარი, რომ აი ვთქვათ 15 ლარი ან 10 ლარი ღირდეს მისვლა. არა, მეგობრებო, 120 ლარი. ერთი ლექცია და ვისი ლექცია? მაგალითად მალხას გველუკაშვილის ლექცია ეს რო დაესწრო 120 ლარზე, 150 ლარზე ნაკლებად ვერ მიხვალ და რა ხდება? რა საუბრობს გველუკაშვილი? საუბრობს ისევ და ისევ თავის თავს განკურნავს, თავის გამოცდილებებზე, თავის ცხოვრებაზე. წარმოგიდგენიათ რა ხდება? ეხლა მალხას გველუკაშვილი ავიღე ერთი მაგალითი, იმიტომ რომ მის ლექციებს დასწრებული ვარ და აგერ ერთი თვე რომ მის პირად რაღაცებს ვისმენდი, 750 ლარს ვიხდიდი ერთი თვის განმავლობაში და ვისმენდი ერთი და იგივეს მის პირად ცხოვრებიდან. თავის თავს განკურნავს და თან ფულს გახდევინებს, გესმის? და არა მარტო ეს, რათ უნდა ეხლა მალხას გველუკაშვილის ხსენება აქ. შემიძლია ნებისმიერი ის ადამიანი ვახსენო, რომელიც ლექციას ატარებს და დასწრება 60 ლარი. ძალიან ჭაობში ვართ ხალხო. რა ქრისტეზე გვაქვს ჩვენ საუბარი და რა ქრისტიანობაზე. ქრისტე რო ფულს იღებ და თავის ლექციებში და ქრისტიანები ვართ ჩვენ? მაგარი ქრისტიანები ვართ, რა ვიცი, ძალიან საინტერესო ქრისტიანები ვართ. მე ძალიან ხო, ეს ფენომენი ძალიან მაინტერესებს ეს ფენომენი, ანუ საქართველოში ყველაფერი თავდაყირა დგას რა. გერმანიაში ჯერ კიდევ ადამიანი კაცობრიობა აზროვნებს და არ ყიდის თავის არ ვიცი სიდებილეებს რა, სიდებილეებს არ ყიდის და აქ საქართველოში ყველა სიდებილე რაც კი არსებობს, გამოდეს და გაყიდეს. ლექციიდან დაწყებული მატერიიდან დამთავრებული. ღვინოს ხო შაქრით ამზადებენ და მაგაზე საუბარი აღარ არის უკვე ისე ერთმანეთს ისე ატყუებენ, რომ თვითონ ეკვდებიან იმ ღვინოს მით და კლავენ ერთმანეთს და გონიათ, რომ კარგი რამე გააკეთეს და საბოლოო ჯამში რომ ერთმანეთს ჯანმრთელობას უზიანებენ, ქრისტიანულია. რა ვიცი, ხო, ქრისტიანები ვარ და ხვალ წავალ ეკლესიაში სანდელს დავანთებ, იქ მამაოსთან მოვინანიებ და მე ქრისტესთან ახლოს ვარ, კაცო, გზახსნილი მაქვს ქრისტესთან რომ მოვკვდები, იქ მე ქრისტესთან მოხვდები, მე რა რომ იქ ჩემი მეზობელ ვანოს მივყიდე, ხო, დიაბეტიან ვანოს შაქრიანი ღვინო მივყიდე და მოკვდა მეორე დღეს. მე რა, კაცო, ეგ მე არ მევალება. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ფულს ვაკეთებ, გესმის და რა ვიცი, აბა, მამაოსა ხო მოვინანიე. ქრისტიანი ვარ რა. ხო, ის ხო ამოვწყევლე და იმის უკან ხო გავცათხე და იქ პირში კი არ წევლე, თან ზურგს უკან წევლე და რა ვიცი 1000 გვარი რაღაცები გავაკეთე და მე რა, იქ ჩხიბავთან ხო მივედი და იმას ჯადო გავუკეთე და მე ის ხო მოკვდა და ხო დაემართა ის რაც უნდა დამართნო და ამოწყდეს ისა და მე ქრისტიანი ვარ. ხო ხდებით ახლა როგორ საუბრობ, ხო? მოკლედ ასეთი ადამიანებისგან შედგება საქართველო, ჩხიბავებით გაივსო. მარტო ჩხიბავებით კი, ჩხიბავებით არ გაივსებოდა მოთხოვნა რო არ იყოს, მოთხოვნა. აგერ მოვა
ეკლესიაში მაზიარებელი ადამიანი შემიკვეთავს, მე კი არა ხალხო მჭყიბავს, შეუკვეთავს იმაზე, აი იმიც უყვარდა, იმას მოვეწონო, ის მარტო ჩემი იყოს და ასე მეგობრებო და მე დავქორწინდე იმაზე და მე ის რომ დავქორწინდება იმ მჭყიბაობით გაკეთებულ რაღაცა საჟიზღრობაზე, მე იმ ადამიანს რომ ავადმყოფები დაემართება და ან მის ცოლს და ერთი მეორეს გააუბედურებს, აი ეს ქრისტიანულია, აბა რა კაცო, ეხლა ქრისტე რასაც ამბობდა, იმისი არ იყოს თამარი რომ მოვიდეს მეთქი 99%-ს არ მოეწონება, იმიტომ რომ ისე ამუშავებდა თამარი ხალხს, რომ დღეს მხოლოდ 1% შეუძლია თქო რა, დაახლოებით ესეთი ტექსტი დავწერე და ვიღაცამ დამიწერა, რომ ამიტომო წარსულში ქექვას და იმ წარსულს რომ მივტიროთო, ეგ არაფერს არ გვიშველისო, ჩვენ თანამედროვე თამარი გვჭირდებაო რა და ასევე დღეს სხვა დროაო რომ იძახიან მართლმადიდებელი მღვდლები, დღეს სხვა დროაო კაცო, ისე ვერ გავაკეთებთ როგორც ქრისტე გთხოვდაო, დღეს მაშინ თანამედროვე ქრისტე გვჭირდება რა, ერთი ჯიგრულად მოვიდეს გაგვიგოს რა დროს ქრისტიანობა 2000 წლის წინ რასაც გადაგებდა, დღეს სხვანაირად იქადაგოს ქრისტემ და ეგ იქნება ჩვენი შველა, აბა დღეს იქადაგოს არაუშავ შვილო ჩემო, თუ მიხვედი მჭყიბავთან და თუ ვინმე ცხოვრება გაუფუჭე, მე რა იყოს გეპატიება და ასე შემდეგ. ხო, მოკლედ ესეთი რაღაცეებია მეგობრებო და მაგარი გაჭირვება არის მენტალურში, სულიერში და ასტრალურშიც. მაგარი. ირმა, ურიებზე აქვს საუბარი ზოსიმეს, ეგერი შემოედინება ისევ დღეს და იმკვიდრებს ადგილს აქ საქართველოში. ირმა, მე მგონი შენც ურია ხარ და ურიებზე არა, ხაზარებზე კიდე რა, კაი რა. იონე ზოსიმეს რომელ ერზე აქვს საუბარი თვითონაც არ იცის. ყველა თავის დროში თავის სებურად უბერავს და ასე რომ გეტყვით იმასაც რომ როგორც ქრისტემ დაგვიბარა დღევანდელი ჩვენი პრაქტიკული ცხოვრებით ვაჩვენებთ ქრისტეს რომ შენ ხო არ უბერავ ბიჭო რეებს გვიქადაგებ დღეს ექსაც შეგვიძლია დღეს სულ სხვა დროა და სხვანაირად ხო სამარხო ნამცხვარს შევჭამთ მაგალითად და ესეც საინტერესოა მარხვა როგორც შემამღვდელმა მითხრა ყოფილმა რომ სულიერმა მღვდელმა რომ ისო რა ქვია რომ კითხე რომ მეთქი აი მარხვაზე ესე როგორ შეიძლება მეთქი სამარხო ნამცხრები რო იყიდება და სამარხო კარაქები და აიო დღესო ისეთ სუსტ მდგომარეობაშია კაცობრიობაო რომ მაგაზეც თანახმავართო და ხო და ქრისტე იქ რა ვიცი თავის სადაც არის რასაკეთებს არ ვიცი ხა ბრუნდება თუ გიждდება თუ რა ვიცი წყნარდება როგორ იტანს ამ ყველაფერს დღეს რაც კაცობრიობას გაგვაჩნია და რასაც კაცობრიობა ვაკეთებთ საინტერესო საკითხი თან ქრისტეს სახელით ვკალით ქრისტეს სახელით თავები ვიჭერით ქრისტეს სახელით ხანჯლები ავიღეთ ქრისტეს სახელით რაღაც დავწვით და გავაუბედურეთ და აუ მაგარი ქრისტიანები ვართ ჩვენ ურყუნელი ქრისტიანები ვართ მაშ ისეთები ვართ ერთი პატარა ასობგერაც კი არ შეგვიცვლია იმაში, რაც ქრისტემ გვიქადაგა. მაშ? არა. მაგრები ვართ რა. ძალიან ქრისტეს უგავართ, ქრისტესნიერი ვართ. ჩვენ გვიყვარს აიფონები და გვიყვარს ძვირიანი მანქანები. ქრისტესნიერი ვართ რა, აი დავემსგავსეთ ისე ქრისტეს რომ ყველაფერში ვემსგავსებით ესეთი ნიჭიერიერი რომ ძალიან ნიჭიერიერი ვართ მე იცი როგორ აღფრთოვანებული ვარ ამერით და აი ძალიან ქრისტეს რო დაემსგავსა თავისი სიტყვიერებით, თავისი მიმართვით, თავისი ცხოვრებისეული წესით ვალებიცო კი კეისართან რამდენიმე 1000 ევრო ქონდა ქრისტეს ვალი ჯარიმები ქონდა
ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რომ თავს იჯარიმებდა და საბოლოო ჯამში ჯვრით გამოისყიდა თავისი ვალებიც. ხო, მაგაშიც ქრისტეს გავართ, მე მგონი, კი, ნამდვილად. ხო, საინტერესოა. ხო, მართლა შეიძლება ქრისტე არ ყიდიდა, მაგრამ იუდა იყო როგორც ესეთი მეჭურჭლეთ უხუცესად დაყენებული. შეიძლება იუდა ყიდიდა იმ ხატებსაც და სანთლებსაც, რა ვიცით, ეხლა ჩვენ მაგას ხო არ დაწერდნენ იუდა რას აკეთებდა. ისე მისი მოციქულები წერდნენ რას აკეთებდა ქრისტე, ეხლა იუდას ვინ მიაქცევდა ყურადღებას და მე მგონი რომ მართლა ეგრე იყო. არ შეგვიძლია მართლა არაფერი. აი იუდა რასაც აკეთებდა, ხატებს ყიდიდა იქ იმ რაღაცებს, ზოგავდა ფულს, იპარავდა ფულს, რომ აია მე ფეხსაცმელებს უყიდი ქრისტესო ამითიო, ამ მოპარული ფულითო და რაღაცა ესეთი აზროვნებები ქონდა იუდას და მე მგონი მაგაში მართლა მიუბაძეთ, ოღონდ ქრისტეს კი არა, იუდას მიუბაძეთ და ქრისტეს რაში მიუბაძეთ, ეგ არ მორჩენა, რა ვიცი, აი ხა განკურნება შეეძლო ქრისტეს, რა ვიცი, ვკურნავთ ხალხს. ვკურნავთ კი არა, ექიმთან რომ მიხვალ შეიძლება დაგაავადოს და მაგაშიც ვერ მიუბაძეთ ქრისტეს, მაგრამ მაინც ქრისტიანები ვართ რა ვიცი. აი მაგალითად მე რომ მივედი ორსულად რო ვიყავი მესამე შვილზე, აი ექიმთან რომ მივედი, მთელი კედელი გავსებული ქონდა ხატებით და მე ვთქვი ესად მოვედი მეშველა მე ვთქვი და ბიჭო არ გამომიწერა არ და დექსამეტაზოლი აქტოვეგინის სწრაფად აბა ეხლა ისე უნდა დავარჭოთ ბავშვი ცუდად არისო და გავგიჟდი მეთქი ეს ქალი ვერ არის წამოვედი ნახე დექსამეტაზოლი აქტოვეგინია ისინი არც ერთი არ შეიძლება ორსულობაზე ჩემს წირო გოგო იყო იმასაც იგივე გამოუწერა და საბოლოო ჯამში გადავამოწმე და სხვასთან მივედი მართლა ცუდად არის მე თქვი ჩემი ბავშვი მუცელში და რა ცუდად არის შვენივრად გრძნობს თავსო აგერი მან ტატიშვილო შვენივრად გრძნობს თავს ბავშვი ეგ ვინ გამოგზირა ვინ გითხრა ეგო და საბოლოო ჯამში მე რო უაზრუნყოფილიყავი დავირჭობდი ამ ნემსებს და ამ წამლებს მართლა დექსამეტაზოლი და აქტოვეგინი აი ამას ქვია ხატებით გავსებული კედლიანი ექიმი რომელიც ნაყოფს მუცელში ვიაზიანებს. აი, ამაშიც მაგრად მიუბაძეთ ქრისტეს რა, მაგარი ქრისტიანები ვართ ჩვენ. ვახ, სოფელო. ფული როგორც საფასური ისე არსებობს ჩვენს მატერიაში, მაგრამ ისეთ ინფორმაციას, რაც ფასდაუდებელია, სრული ამ სიტყვის გაგებით და შეგნებით ფასით ყიდიან ყველა მატერიალურ არსია გადასული თუ ჩართული და რაც რამე წაიკითხავთ და გაუგონიათ ლექციას არ ქმევენ და შემოსავლის წყაროთ აქვთ ბოლოს და ბოლოს არსებობა ხომ უნდათ შენ გამონაკლისი ხარ თამარ ნონა ახრედიშვილი წერს ურია არ ვარ მე რაჭველი ქალი ვარ გაიხარე მეც რაჭველი ვარ ირმა ხო რა ვიცი ურია რა მოსაყვანი იყო ახლა ურიების ხო და კი ეგრეა რაღაცას წაიკითხავენ ისწავლიან და მე სავარჯიშო მიზნით რომ აი ივარჯიშონ აუდიტორიაში გადაიტანენ და მე იმასაც ფულს გამოართმევენ იმ ხალხს თვითონ ვარჯიშობენ და თან ფულს იღებენ. კარგი, ბიჭო, ესეთი ჭკვიანი. მაგარი ჭკვიანი ხალხი ვართ რა. ფულის კეთებაში ოღონდ. ხო იცით, აი მე ვარ ერთი ფულის კეთებაში ძალიან უნიჭო რა. არ მევასება ეს ფული და არც ფულის კეთება, თორე აბა ერთი ეგ მხარე გავაღვიძოთ ჩემში. მე მგონი მილიარდელი კი არა, ყველაზე თავში დავდგები, თუ კი ეგ მხარე გავაღვიძოთ ჩემში რა. აი მთელი მსოფლიოს განძი რაც არის და მთელი მსოფლიოს ფული რაც არის ჩემთან მოხდება და არ მინდა ამიტომ არ ვაქცევ მაგ მხარეს ყურადღებას ეხლა რატომო მეკითხე შეიძლება კითხვა გაუჩნდეს ვიღაცას რატომო და მე ხო გითხარი დაწი დავიწყებ მეთქი ჩემ თავზე მარიაჟობას თქო რა ვიღაცას შეიძლება გული გაუსკდეს ეხლა რაც თქვა მაგრამ გული ისედაც უსკდება და ასედაც და მოდი მაინც ვიტყვი იმ სათქმეს რაც უნდა თქვა. ეხლა მაგალითად როდესაც მე ჩემი ძალიან წინა ცხოვრებიდან გავიხსენებ რა ფულის პატრონი ვიყავი, ჩემზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში არ არსებობდა.
სოფლიოში არ არსებობდა, ვინ იყო ესეთი ადამიანი? ოღონდ სოფლიოში რო არ არსებობდა ჩემზე მდიდარი ადამიანი, ჩემთან კი არ რჩებოდა ის ფული. გავცემდი და გავცემდი. ხო და მე ერთ-ერთმა ჩემმა ვეზირმა გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი აღწერა, რასაც გასცემ შენიაო დაწერა რა და ესე აღწერა ყველაფერი რა. გავცემდი და გავცემდი, მოდიოდა და მოდიოდა, გავცემდი და გავცემდი, მოდიოდა და მოდიოდა. ხო, და აი ასე მეგობრებო. რასაც გასცემ მართლაც შენია, მაგრამ ეხა უყურე, საინტერესო რა არის იცით? რასაც გასცემ შენია, მაგრამ რაღაცა ხუნდა გქონდეს რომ გასცე. ის ეხლა თუ არაფერი არ გაქვს, რას გასცემ? ერთადერთი რაც შეიძლება გასცე სიყვარული და აი ტკბილი სიტყვა და შენი ჭირიმე შენ გენაცვალე და ასე შემდეგ, ხო? და თუ კი მატერია გაქვს, შეგიძლია გასცე. თუ არა გაქვს, აი თუ ფიქრობთ, აი თუ დააკავშირეთ ახლა აი ეს მდგომარეობა რა მდიდარი რომ მიდის ქრისტესთან და რომ ეკითხება რომ ბიჭო, აი საზრდოობაში რომ მოხდეო რა, მითხარიო რა უნდა გავაკეთო სწორად, რომ შენთან ერთად წამოვიდეო და ქრისტე ეუბნება რომ აიო 10 მცნება შეასრულეო, ესაო. კიო ეგენიო თავი მახსოვსო, მაგას ვასრულებოდა. მაშინო ადექიო და რაც ქონება გაყიდე და დაურიგეო გაჭირებულებს და წამოდიო და ჩააღუნავს თავს და წავა დაღონებული ეს საწყალია. მატერიას ვერ გასცდა, ვერ მოსწყდა, ვერ გათავისუფლდა მატერიისგან და რასაც გასცემ შენიას მომენტი არის ზუსტად ეს მატერიისგან გეძლევა. ერთი ის არის გეძლევა, მაგრამ აი ამ მემეთი და მომეცი და ჩემიათი არ უნდა დაკავდე რა, ეგრევე მატერია ჩაგიჭერს. რაც გეძლევა უნდა გასცე. აი როგორც წყარო ისე იქნება. მოვაწავა. თუ კი შენ გეძლევა და გასცე, შენთან შემონაკადი არ შეჩერდება და განაკადი არ შეჩერდება. ესე იგი რა გამოდის, რომ შენ ხარ გამტარი, ხო? აი ის ადამიანი, რომელსაც უთხრა ქრისტემ, რომ წადი დაურიგე ეს შენი ქონება გაჭირებულებს და წამოდი მე. ვერა, გაიჭედა მასში ეს შემონაკადი გესმის? გაიჭედა ერთ ადგილზე. გაცემა გათავისუფლება ამისგან ვერ მოახდინა. და ამას ძალიან კარგად ახერხებდა სხვათა შორის თამარ მეფე. აი, როდესაც თინათინზეა საუბარი და გაამეფებენ, რაც გაკეთებს, პირველი რაც გაკეთებს, გაასცემს, რაც კი აქვს. და ეს მეფე გადაირევა, მაგრამ ხვდება, რომ მართალია, რასაც თავისი შვილი აკეთებს. როსტევან მეფე თუ რაც ქვია მაგის მამას. ხო და მართალია. ანუ თვით მეფეც კი გაათავისუფლა იმ თავისი მატერიალიზაციის, მატერიისგან, მატერიაზე დამოკიდებულებისგან, თინათინმა, ხო? ხო და თან დაღრეჯილია მეფე, რა თავის თავში ტრანსფორმაცია მიმდინარეობს. სრულიად გარდაქმნა, რითი? იმითი, რომ თვითონ აირჩია თავისი შვილი მეფედ. და აი ამან კიდე ისეთი რაღაცა გაუკეთა, რომ შოქშია რა, დაღრეჯილობა აქვს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფიქრობს, რომ მართალს აკეთებს, რასაც აკეთებს. ამითი ვერაფერს ვერ მოიპოვა. აგერ კაცი ვნახეთ და ისიც ვერ გაგვიგია მართალი იყო თუ რაღაცა წარმოსახვის ფანტაზიის დაყოფი იყო, ხო? ისიც ვერ გაგვიგია მატერიას რა აზრი აქვს ამ ცხოვრებაში. ცრემლსა ვარდი დაეთრთვილვა, გულსა მდუღრად ანატირზე ვარდზეა საუბარი ხალხო. და ცრემლს დაეთრთვილვა და ვარდი იცით ხო, რა სიმბოლოა ხო? ვარდი არის უმაღლესი ცნობიერება, სული წმინდის გამოსახულება არის ჯვარზე ვარდი. აი სული წმინდა ცრემლით დაეთრთვილვაო. ამბობს პირდაპირ შოთა რუსთაველი თავის იმაზე უცხო მოყმეზე. და რა ხდება ახლა, რომ როსტევანი ვერ გაიგებს ვინ არის ეს.
სული წმინდასთან კავშირშია ეს ტიპი, რომელიც ნახეს და საბოლოო ჯამში ტვინი გაუბურღეს, ვინ ხარო და არ მინდა ბიჭო შენთან ლაპარაკი, წადი დამანებე თავი ძალაა და საბოლოო ჯამში თავი მოაკვლევინეს უყველა, ვინც კი გაუბურღა ტვინი, ამ სული წმინდასთან საუბრობს ადამიანი, ცრემლით იღვრება და აგერქის ეს სიტყვები გაიხსენეთ, რომ მხოლოდ ცრემლი განკურნავთ. ცრემლიდან მარხვა განკურნავთ თქვენ, მეტი არაფერიო რა, ხალხს ეუბნება გაბრაზებული. დგას ეს უცხო მოყმე, ვარდი დაეჩვენა, ვარდის სიმბოლის მნიშვნელობა აგერ უკვე ვახსენე რაც არის და განწმენდაშია და მოვლენ ეს როსტევანის ტიპები, ცნობის მოყარი დეგენერატები და ვინ ხარო, გინდა თუ არა გითხარიო რა, ვინ ვარ ბიჭო, დამაკვირდი, ვიღაცა შემისწავლე შორიდან მაინც რას მიბურღავ ტვინს რა. და საბოლოო ჯამში წყობრიდან გამოიყვანენ ადამიანს რა. რომელიც სული წმინდასთან კავშირშია, განწმენდის პროცესშია. აუ ძალიან მაგარი რამეა რა, ვეფხისტყაოსანი, ისეთი თუ ადამიანის მენტალი და ასტრალი იმდენად განვითარებულია, რამდენად განვითარებაც შეიძლება, ამ პოემაში ისეთ მაგარ რაღაცებს დაინახავს, რომ მიმიქაროს ნებისმიერი ნაწარმოები რა, რაც კი საერთოდ შექმნილა ამ დედამიწაზე რა. და საბოლოო ჯამში აი ეს ძალმოსილი მეფის ჯარი ერთ წამში გაიმუსრება და გაკვირვებულია როგორ ვინ შეძლო ეს ერთმა კაცმა რა ერთმა კაცმა კი არა იმ კაცმა რომელიც სული წმინდასთან კავშირშია და შენ არაცალე ეს პროცესი შენი დედავატირე რა არაცალე იმიტომ რომ ცნობის მოყარეობა მოკკლა წადიშვილ დაანებე თავი რა ვიღაცა არის ტირის აცადე განწმენდა რა და რო იტირებს და რო განიწმინდება და რო მოვა გონზე მერე მიდი და მერე უჩიჩხინე აქ ტვინში რომ ვინ ხარ გინდა თუ არა მეფემ გვითხრა მეფე კი არა დაახვიეთ აქედან რა მეფიანა და შენ თქვენი ამალიანაო რა ესე განუცხადა ადამიანმა რომელიც განწმენდის პროცესში იყო რა აქ ჩანს რომ მეფეს კი არა ვაფშე არავინ არაფერს არ წარმოადგენს იმ ადამიანის არცში საერთოდ მეფე ტიტული პატრიარქი თუ ჯანდაბა თუ რაც გინდა ის უწოდე შენ თავს არაფერს არ წარმოადგენს იმ ადამიანისთვის შენი ტიტული თუ კი ადამიანი ქრისტესთან სიახლოვეშია და ქრისტესში გაერთიანების პროცესშია და შენ კიდე მოდიხარ და მეფემ გვიბრძანა მეფე არა წაგაცალო თავი ერთი შენი დედაც ხო მოკლედ მეგობრებო რა ვიცი ახლა გავჩერდები რო არ გამიგზელს შეიძლება 5 საათი ვილაპარაკო კიდე და დაიღალა ამ დროს გონება აზროვნება მოკლებული გონება გატიკტოკებული გონება დაიღალა და ვეღარ აიტანს მეტ ინფორმაციას ამიტომ მე შევეცდები რომ გავწყვიტო ლექცია და აი ამ იასამნისფერში გამოწყობილ ადამიანს გადაეცით რომ თვალები გაახილოს რა თუ იცნობს ვინმე თვალები გაახილოს და აი ისე აღარ ვისაუბრებს რომ მხოლოდ წიგნობრის დონეზე რა მხოლოდ წიგნობრები ვერ გადაარჩენენო ქრისტიანობს ამ დედამიწას ვერაფერს ვერ გადაარჩენ ვერც თავის თავს წიგნობარი როცა ხარ ხედვაც უნდა შეგეძლოს და რაც წიგში წაიკითხე ის სიმართლეა თუ არა რეალურად ფიზიკურში მართლა არის გადმოტანილი თუ არა იმის დანახვაც უნდა შეგეძლოს თუ ეს ასე არ არის მაშინ იმის განსხვავებაც უნდა შეგეძლოს და იმის ადეკვატურად აღქმაც უნდა შეგეძლოს თუ არა და შო ხარ წიგნობარი მხოლოდ და ჭრიდა კერავ იმას რაც წაგიკითხავს მეტი მეც ვერაფერს ვერ ხედავ კაი გაკოცეთ